მოგესალმებით, ჩემო ძალიან საყვარელო, გამომწერებო და მაყურებლებო. მოკეთ წინ სტატუსი ჩემი YouTube-ის გვერდზე იყო შემდეგი სახის, რომ დავსვი შეკითხვა რა დამეხატა, ანუ გაკვეთილზე და ძალიან ბევრმა დამიწერა და სრული გამოთქვა, რომ დამეხატა ზამთრის სახლი, ანუ უბრალოდ ზამთრის სოფელი წინ აუცილებლად მდინარით და იმდენმა დამიწერა ეს, რომ ну რა თქმა უნდა, გადავწყვიტე შემესრულებინა ეს თხოვნა და ეხლა მოკეთ დავხატოთ და ვნახოთ რა გამოვა. მოკეთ მოვიზადე მარტივ მონახას გავაკეთებ ძალიან ისე რომ მინიშნებები მქონდეს საიდან რას ვაკეთებ ანუ რადგან ძალიან ბევრი თხოვნა იყო ესე ამ მდინარეზე აქ იქნება ეს მდინარე რაღაცა ისე სუბუქად ჩამოვიყვან აქ გავაკეთებთ რაღაც ესეთ სახლს ესე აქ რაღაც საკომით და ნუ ეს მეყოფა საკმარისია ეს ჩემთვის ანუ აქ ესე და აქ უკან მოკეთ დავიწყებ ახლა პირველ რიგში გეტყვით რომ ფერი აიღოთ სუფთად ესე რაღაცა მარტივად უკან ფონს ეს კონტროლ ჩრდილოს უკან ფონს შევქმნი ესე აი სამწუხაროდ დიდი ფუნჯი არ მაქვს აქ და ეს ახლა საკმაოდ პატარა ფუნჯი არის სამუშაოდ და ძალიან ცუდია ან ყოფნის რომ უცებ დავამუშაო მაგრამ ნუ რაღაცნაირად მოვახერ ხომ და რაღაცა დავფარავ ცას ყოველთვის საზემოთ უფრო მუქია და ქვემოთ უფრო ღია ეს უფრო მეტი სივრცე შეიგრძნობა და ითმნება და თებიც ანუ შესაბამისად ესე ღიატონალობაში უნდა იყოს არ უნდა იყოს ძალიან გამოჭრილად იმიტომ რომ სივრცეში არის შორს არის და შესაბამისად სივრცეობრიობა რო არ დაიკარგოს უნდა ღიატონებში დახატოთ ესე ძირითადად ყველაფერი უკვე დავფარე ეს უკანა ფონი მოვამზადე რომ ზემოდან მიმუშაო ეხლა დავხატავ აქ თოვლის აქ რაღაც თოვლის თასაც და აი ძალიან მიჭირს ამ წვრილი ფუნჯით მუშაობა დავხატავ ამ წინა პლანსაც ის აქ იქნება ჩვენი წინა პლანი თან ეს არის საკმაოდ რბილი ფუნჯი, ანუ ესეთ ფუნჯით არ უნდა ხატოთ. თოვს აქ ესეთი იესამისფერი ტონებით გამოვიყენოთ. ნაცრისფერი ტონები შეიძლება უბრალოდ მე ხა ამ შემთხვევაში ესეთი იესამისფერი ტონები მირჩევნია რომ გამოვიყენო. აუცილებლად მივუთითებ ამ მდინარის სიღრმეებს. და ავხატოთ მდინარეც. ესე ესე თავდაპირველად გავაკეთებთ მუქს და მე ზემოდან ამოვალთ ღიას აქ ჩანს კიდევ რა ტონებს ვიღებ ესე
ეხლა მე ცოტა ჩtildeებს შევიტან, ავიღებ მეორე ფუნს, აი ფუნს ავიღებ, მიჩვენია. ძალიან წვრილი ფუნჯია, მაგრამ არა უშავს. ზოგადად ჯობია რომ უფრო ისეთი სქელი ფუნჯით ხატოთ, კიდე ერთხელ ვიმეორებ. აქაც ჩtildeებს შევიტან ზემოდან. პლანები გამოვყო ერთმანეთისგან. აი ეს ფუნჯი აშკარად არ მყოფნის. ესე აქაც გავამთლიანებ. რაღაცა ფენებს შევქმნი. ესე ყველაფერი მუქია, მაგრამ ისიც უნდა გვახსენოთ, რომ გაშრება აუცილებლად სხვა ტონალობას იღებს. ეს არ უნდა დაგორწყდეს. საკმაოდ ბევრი თეთრი მიდის ზამთრის ხატვის დროს და ეს გაითვალისწინეთ. უკანა პლანს ნენელა მომზადებ, ახლა მე დავიწყებ უკანა პლანის ნენელა მომზადებას. აი აქ. ხატავენ ესეთ ნაძვუნიებს. ესე ესეც ნაძვუნიები. მე აქამდე გადმოვალ, იმიტომ რომ აქაც მე უნდა წინა პლანი დავხატო, ესე. მე ნელა გადავინაცვლებ წინა პლანზე. ეს ფაქტორს, რომელიც ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ ეს რაღაცა არ მომწონს. აი მისე დაწონულად ძალიან მარტივად გამოგივათ ყველას. და ნაძვების ფუთლებს გავაკეთებ. ხა აუცილებლად დავთოვლოთ, ხო?
ეხლა ამ ხეებს ცოტა ცალი მხრიდან ჭრდილებს გავუკეთებ, რომ იყოს შუქ ჭრდილებიც და მარტო ცალი მხრიდან გერდა უფრო სწორად სუერთფერში არ იყოს. ესე. აქ უფრო ღია იყოს, იმიტომ რომ წინა პლანია. აუცილებლად აი მას უფრო მეტად გამოვკვეთ. ესე. მინდა რომ მდინარესაც შევეხო. ესე შევეხები ამ მდინარეს. ამას გადავიყვან. მინდა რომ ეგ ჭრდილებიც გავაკეთო. მე უფრო მუქი უნდა დავხატო. ესე. შემოდან გავუკეთებ. საფუძველს შევქმნი. აქ ცოტა მეტი ჭრილი. ესე. რომელსაც კარგად გადავიყვანთ. მდინარესაც შევეხები. რაღაც განათებების ის მინდა რომ ქონდეს ეფექტი. აუცილებლად ცოტა ცაში შევიტან ესეთ ყვითელ ტონალობას. რაღაცა მზე. ცოტა გავანათებ. ესე. ოკეი, გამოვიდა. ესე. და იქ მინდა რომ თეთრი ცოტა აქაც ჩამოვდო. გადავალ სახზე. გამეცხო ფონჯი. და ოხრა და წითელი. ესე. ასეთი ქოხიკი. ქოხიკი. სიამოვნებით შევიდოდი ესეთ ქოხიკში. ესე. აკვეძე რაღაცა ბუჩქი მინდა, მაგრამ ეხლა ეს ბუჩქის თეთრი თავი უნდა მექნა. ეს დავახუროთ. სახურავი.
დავხატავ ახლა ფანჯალასაც. და აი აქ ცოტა უფრო მეტი ჭრილი დავდოთ, შეგვიძლია რომ აქ რაღაცა ვითომ ნაფეხურები. თუ რაღაცა გაიარა. უფრო მეტი თეთრები კიდე უნდა შევიტანო. ჩემი ხელმოწერა უკეთ ესეთი გამოვიდა. ეს ჩვენი დღევანდელი ნახატი, რაც დავხატე და დარწმუნებული ვარ თქვენც მოახერხებთ რომ დახატოთ და დამეკომენტარეთ შემდეგ გაკოცზე რა დავხატო. რა თხოვნებიც აქვთ დაწერილი ჩემ სტატუსზე, აუცილებლად გავითვალისწინებ და აუცილებლად დავხატავ. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ გაკვეთილამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.